2 კვირა ჩემი ოჯახის წევრები მეხვეწებიან გაგუკეთე ვატრუშკებიო. ამიტომაც თან გაგიზიარებ დღეს რეცეპტს, თანაც მოვუმზადებ მათ. ეხლა კი დროა შევუდგეთ საქმეს. კრემისათვის დაგჭირდება გაცრილი ხაჭო, ასევე დავუმატოთ შაქარი, კვერცხი, ვანილინი და სიმინდის სახამებელი. ყველაფერი კარგად უნდა გადაუროთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი თხელი მასა. მიღებული კრემი მოვათესოთ ნებისმიერ ყალიბში. შემდგომში გავყინოთ აუცილებლად კარგად. სანამ კრემი გაიყინება, ამასობაში მოვამზადოთ ცომი. ცომისათვის დაგჭირდება ქვილი, შაქარი, მარილი, ასევე მშრალი საფუარი, ვანილინი, კვერცხი და თბილი რძე. ყველა ინგრედიენტი მოვათესოთ მიქსერის თაში. მიქსერს გავუკეთოთ ცომსაზელის საწმი და მოვზილოთ 10 წუთის განმავლობაში. მიღებულ ცომში დავუმატოთ ეტაპობრივად კარაქი, სანამ ცომს არ შეეძილება. კარაქის დამატებიდან ცომი ისევე უნდა მოვზილოთ 5 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგდაზე და დავამუშავოთ. მოვაგუნდოთ და მოვათესოთ თაში. თას გადავაგრათ გადასაკრავი პარკი და ცომი ავაფუოთ 1 საათის განმავლობაში. ამასობაში მოვამზადოთ კრამბლი. დაგჭირდება შაქარი, ვანილინი, ქვილი და ასევე ცოტაოდენი კარაქი. ყველაფერი კარგად უნდა გადაუროთ ხელის დახმარებით. უნდა მივიღოთ ფშღვრადი მასა. ამასობაში 1 საათის გავიდა, ცომი ამოგვიფუდა, ჩავზილოთ აუცილებლად და დავამუშავოთ ცომი სამუშაო მაგიდაზე. დამუშავებული ცომი მოვაგუნდოთ. შემდგომში გავყოთ 6 ტოლ ნაწილად. ყოველივე ცომის გუნდა ხელის გულის დახმარებით მოვაგუნდაოთ. მოგუნდავებული ცომის გუნდები მოვათესოთ ყალიბში. შემდგომში ხელის დახმარებით ცოტაოდენად დავპრესოთ, რათა თანაბრად ამოფუვდეს. გადავაგრათ გადასაკრავი პარკი და ავაფუოთ 1 საათის განმავლობაში. ამასობაში მოვამზადოთ წასასმელი სითხე. კვერცხს დავუმატოთ შაქარი და ასევე რძე. ავთქვიფოთ შანგლის დახმარებით, სანამ სითხე არ გაერთიანდება. აფუებული ცომის ზედაპირზე კი წავუსვათ კვერცხის სითხე. შემდგომში მოვაყაროთ კრამბლი და მოვათესოთ ზედაპირზე გაყინული ხაჭოს კრემი. შემდგომში კი გამოვაცხოთ 170 გრადუსზე ზედაქვეწვის რეჟიმით 20 წუთის განმავლობაში. ამჯერად კი ვაცხობ Movas EG20 Pro-ს ახალი თაობის AI-ის მულტიგრილში. ამ მულტიგრილის დახმარებით შეგიძლიათ სახლში მოვამზადოთ უგემრიელესი კერძები, დესერტები და არა მხოლოდ დესერტები. ფუნთუშეულობაც კი. მე კი ჩემი ოჯახის წევრებისთვის მომზადებული ვატრუშკები გავალამაზე მოცვით. საბოლოოდ ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ვატრუშკები გამოგვივიდა. აუცილებლად სცადეთ, არ ინანებთ, ნამდვილად გემრიელია.